ქართული რუსული ოცნება რომ რუსული ძალაა, ქართული ოცნება რომ რუსული ძალაა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მასში არის ქართულ ოცნებაში 99 დეპუტატი, კიდე რაღაც მინისტრები, 10-12 სახელმწიფო მინისტრებად წოდებულების ჩათვლით, მოადგილეები, ექსპერტებად წოდებულები, ჟურნალისტებად წოდებულები და ასე შემდეგ და ეს მარტო რაღაც 90 კაციანი ჯგუფი კი არ არის, ხო და კიდე რაღაც 12 კაციანი, 102 კაცი კი არ არის. აქ არის 700, 800, 1000 კაცი ყველა ერთად ზაზა შათირიშვილების და ლაშა ნაცრიშვილების რომ მივამატოთ და კიდე რაღაც იმედის თუ პოზიტივის თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტიპები, რომელთა უმრავლესობა რასაკვირველია შარშანდელი თეოლივიდი გაქრება, როგორც კი ბიზინა ივანიშვილი გაქრება, აორთქლდება, მაგრამ დღეს ისინი თავის სფეროში, თავის მასშტაბში, თავის უფლებამოსილებაში გარკვეულ წილადზე მეტად არიან ძლიერნი. მოდი ეს თქვა ძლიერნი, იმიტომ რომ ძალა აქვთ სახელისუფლო თორე ინტელექტუალურ სიძლიერეს რასაკვირველია არ გულისხმობ. ქართულ ოცნებას აკი მითხარით, რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, რომ აქვს ეს ჩატები, WhatsApp ჩატები. WhatsApp ჩატები პირველი ეშელონის, მეორე ეშელონის, მესამე, მეოთხე, მე-15, მე-17 არ ვიცი, ღმერთმა უწყის რამდენი ესეთი ჩატია და მაგალითად პირველ ეშელონში აკი გითხარით, ნათქვამიც მაქვს, რომ წულუკიანიც არის, კობახიძეც, პაპუაშვილის, დინარაძეც და კალაძეც, მაგრამ ვოლსკიასე მაგალითად ამ პირველ ეშელონში ვერ ხვდება. ხო, ის მეორე ეშელონის სპიკერი იქნება შარმანაშვილთან თუ ქადაგიშვილთან ერთად და ასე შემდეგ, სუბარი სადღაც მეორე, მესამე ეშელონშია. კიდევ არის რაღაც მე-5 ეშელონი, მე-6 წრე, მე-7 წრე და ასე შემდეგ. ვინმე არჩილ გორდულაძეც არის, იქნება ასე დეპუტატად წოდებული, იქნება ასე ღმერთმა უწყის. მაგალითად მე-6 წრესა თუ ეშელონში და ეს არჩილ გორდულაძეს დაავალებენ რაღაცას იტყვის. დაავალებენ მას საკუთარი სიტყვა არ გააჩნია, აზრი არ გააჩნია, ნება არ გააჩნია. სად არის ყაველაშვილი არ ვიცი. პირველში ალბათ ან მეორე ბიზინა ივანიშვილის უახლოესი ის ხო ბიზინა ხო არ არის მე-5 და მე-6 WhatsApp ჯგუფში ხო ის არის პირველი რაღაც ჯგუფში გაასცემს ბრძანება განკარგულებას მე მიდით და შეასრულეთ აცე ვირო. ხო და აი ეს აცე ვიროები კი არიან ქვემოთ და ქვემოთ. ხო ჟურნალისტებიც არიან სადღაც არ ვიცი პირობითად მე-15, მე-17, მე-20 WhatsApp ჯგუფებში და იქაც ისინიც იღებენ რაღაც ინსტრუქციებს. ეს ის ჟურნალისტები არიან მეტი დიდი ნაწილი მათი, რომელიც 2011 წელს რომ გამოჩნდა ბიზინა ივანიშვილი და 12 წელს რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ხო და არჩევნების შედეგად 11 წელს პრესკონფერენცია რომ ჩაატარა, ბიზინას ეკითხებოდნენ ამგვარ რაღაცებს. თქვენმა პინგვინმა, თქვენი ბეღურა შეჭამა, მე ვესწრებოდი იმ პრესკონფერენციას. თქვენმა პინგვინმა შეჭამა თქვენი ბეღურა და ბიზინას სრული სერიოზულობით იმართლებდა თავს, პირდაპირ მნიშვნელობით რომ არა, ბეღურა ცოცხალია და პინგვინიც ცოცხალია. ყელზე არ დასდგომია ბეღურაო და ახლობით ეს იყო პასუხი, ამგვარი იყო პასუხი. მაგრამ ამ ჟურნალისტებად წოდებულებს აქვთ ერთი უნიკალური თვისება, ისინი მიეტენებიან ხოლმე უკლებრივ ყველა ხელისუფალს და მიტენილნი იყვნენ ოდესღაც სააკაშვილთან, მერეც და ახლაც არიან ივანიშვილთან, გაივლის ჟამი და როცა ახალი ხელისუფლება იქნება, კოალიციური თუ არა კოალიციური, ეცდებიან კია რომ ახალ ხელისუფლებასაც მიეტენონ და მასთანაც დაალაგონ და სულ იყვნენ, სულ ტივტივებდნენ, განუწყვეტლივ ტივტივებდნენ და სულაც არ შეეცდებიან რომ შეიცვალონ პროფესია, ან კი როგორ უნდა შეიცვალონ, როცა არც ჟურნალისტიკაში ვარგიან და არც სხვა სფეროში ივარგებენ. ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანა იქნება, ცუდი ან უცნაურის მნა უნდა ვიხმარო, ახლა არ შეიზილოს არაფოლოდ ჟურნალისტები, არამედ ისინიც, ვინც საქართველოს ეხლა დღევანდელი მდგომარეობით 25 წლის ოქტომბრის 15-ის მდგომარეობით უღალატა და უღალატეს ადამიანებმა ამ სახელმწიფოს გამორჩენის თუ რა გინდა რა სხვა მიზეზით. მოკლედ ქართული ჟურნალისტებზე სხვა ვლაპარაკობთ ახლა ხო არსებობს რაღაცა ეშელონი ერთ-ერთ ეშელონში არის თუ წრეში თუ ჯგუფში თუ WhatsApp ჯგუფში ვინმე გორდულაძე რომელმაც ახლა ჩაგიკითხავთ თქვენის ნებართვით აი რამდენიმე ხნის წინ გუშინ იყო ალბათ უფრო ბრძანა ამგვარი სიგიჟე პოლიტიკური აქტიურობა აეკრძალებათ მათაცო ამბობს არჩილ გორდულაძე სშღალი ბიჭი ხო ვინც შესაძლოა საერთოდ არ იყოს პარტიის წევრი, ანუ მე არა ვარ პარტიის წევრი, მაგრამ ეს პერსონა მე აპირებს რომ მე ამიგრძალოს და მისი ბანდის წევრები ამიგრძალონ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური საქმიანობა, ანუ ხვალ რო გადაწყვეტილება მივიღო პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე, გორდულაძე რაღაცა ამიგრძალავს და კიდევ ის ანტიკორუფციულის მაღალი და
მაღალი და ვითომ სასტიკი კაცი როა რაგვარია რაგვარიც არის ხო ის და კიდევ ზოგადად თავრობა ამიგზალავს თურმე მე მომავალში აი გადაწყვეტილება მივიღე 2 წელიწადში პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე ამათ რეგულაციაში თუ მოხვდი დამერხა მაგრამ საქმიანობაში თანხმედრაშია პარტიის მიზანთან ანუ იტყვიან ესე სახელდებურად ტაბლიაშვილი ავიცი ვინ მაი სხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ას რასაკვირველი არის სიგიჟე რასაკვირველი არის წარმოუდგენელი რასაკვირველი არ გაუვათ და სულ მჭირდება პარტიულობა ან არაპარტიულობა რომ თვით იდენტიფიცირება მოვახდინო როგორც პოლიტიკოსმა თუ გადავწყვიტე მაგრამ ამას რომც არ გადავწყვიტო შეიძლება უცებ გორდულაძე ათავხებდეს და თქვას რომ ტაბლიაშვილსო თუ სხვას ჟურნალისტური საქმიანობაც აკრძალული აქვს ანუ ჩვენ გავდივართ ავტორიტარიზმის დამყარების გზას დიქტატურას რაღაც კიდე სხვა მოდელისა რომლის ანალოგიც ცოტა რთულად კი არა ალბათ არსებობს მაგრამ ცოტა რთულად მოიძიება ხო სამყაროში იმიტომ რომ ესენი რასაც ანონსებენ და აპირებენ და აკეთებენ უკვე კიდე რაღაც ცალკე სიშლეგეა ესე ვიტყვი ფენომენი ამას დაერქმევა ალბათ ივანიშვილის ფაშიზმ კომუნიზმის ნაჯვარობა ივანიშვილიზმი თუ გნებ ივანიშვილ პუტინიზმი თუ გნებავთ ასე ვიტყვი მაგრამ რასაკვირველია ჩვენ გადავრჩებით რასაკვირველია გავიმარჯვებთ უბრალოდ ეს ასე რომ ამბობენ ხოლმე სახადი უნდა მოვიხატოთ ეხლა რატო გორდულაძეზე ხო არ შევჩერდებოდი ეხლა ხო არ გაქცევინებდით ყურადღებას ვინმე გორდულაძეზე და არც მას ზემდგომ პირებზე კობახიძესეც კი სადაც ბევრს ლაპარაკობთ პატივია მასზე თუ პაპუაშვილზე საუბარი მე სულ სხვა კუთხით მინდა განვიხილო ეს საკითხი ესენი აპირებენ პარტიების გაუქმებას იცით თქვით და ქართულ საზოგადოებაში უცებ გაჩნდა ამგვარი ტენდენცია ნაწილში საზოგადოების სპიკერთა ნაწილში რომ 4 ოქტომბერმა განაპირობა ეს ყველაფერი 4 ოქტომბრის მიმართ ვის რა დამოკიდებულება გქონდა გვაქვს ან გვექნება მისი ორგანიზატორების მიმართ ჩვენ უნდა ვთქვათ ნათლად ერთი რამ რომ ჩვენ გვიტევს ჩვენ გვებრძოლება რუსეთი ჰიბრიდული ომის იარაღების გამოყენებით იარაღების მეთოდების გამოყენებით. ამიტომ მე მესმის ლოგიკა, კარგადაც მესმის, რომ 4 ოქტომბერი არ უნდა დაანონსებულიყო როგორც რევოლუცია, უნდა დაანონსებულიყო როგორც ერთი შეკრება, შევიკრიბეთ ბევრი პატაბურჭულაზია სათავეში თუ სათავეებთან თუ სხვა არის შევიკრიბეთ, დავენახეთ ერთმანეთს, შევუქმნით დისკომფორტი, ხელისუფლებას მე წამოვედით არჩენა უკეთესი იქნებოდა ცხადია, მაგრამ ოკეი, დავიშალეთ, სულ ვიშლებით ხოლმე ამგვარი დიდი აქციების დროს. ბოლო ხანებია. ესე სჯობდა. დაუშვა თუ არა პატაბურჭულაძემ და სხვებმა შეცდომები, როდესაც ასე ასწიეს თამასა და ესეთი მაღალი მოლოდინი შექმნეს, დაუშვა შეცდომა. იყო თუ არა უფრო დიდი შეცდომა ათონელის რეზიდენციაზე გალაშქრება, ასე უნდა თქვა. იყო შეცდომა. იყო თუ არა ჩასაფრება de facto ხელისუფლების მიერ მოწყობილი, იყო ჩასაფრება. გარკვეულზე მაღალი ალბათობით სუსი ჩაერთო თუ არა პროცესში, ჩაერთო, და სუსი მუშაობს. ხო, სუსს რომ უნდა მოუგო სუსი ისედაც ჩაერთვებოდა, სუსს რომ უნდა მოუგო ჭკუაში, ესეც ფაქტია. და კარგი პოლიტიკოსი თუ საჯარო სივრცეში მყოფი ადამიანი, ხარ სწორედ მაშინ, როდესაც სუსს გაუკეთებ აბმანული დურაკა, ნაჩიტი კულაკას, მით უმეტეს რომ სუსის ხელმძღვანელი დურაკია. და ასევე ვერსია იმის თაობაზე ხარ ვიცი ილუაშვილის ვერსიისა არ ბჯერა და ასევე ერთგვარად ბჯერა არ ბჯერა რაღაც ხობის გადაახერხვის თუ განდუღების ვერსიისა ხო ოკეი არ იყო ეს ვერსია სწორი არ არის ეს ხობე არ იყო განდუღებული სპეცრაზმი ხო იყო მე უფრო მჯერა ვერსიისა ილუაშვილის საერთოდ მჯერა მაგრამ ფსბ რომ მუშაობდა გორდულაძესთან კი არა მის ნაჩალნიკებთან ამის იმჯერა პატაბურჭულაძე შეცდა თუ არა, ზოდელავად შეცდა თუ არა, ახალაია ჩართული იყო ერთგვარად, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ვიცი რომ ეს ახალაიამ ძალიან სწორი კომენტარი გააკეთა, უკვე შემდგომ და მისმა მეუღლემაც. ანი ნადარეიშვილმა, თამაზ ნადარეიშვილის შვილმა, ეს თამაზ ნადარეიშვილი კიდე პატარა კაცი კი არ იყო, ხელწამოსაკრავი კაცი კი არ იყო, ბარემ ვიტყვი, ხო, მასზე. და მაგარი პატრიოტი კაცი იყო, ჩვენში უნდა რჩეს და რატო უნდა რჩეს ჩვენში, ყველა უნდა ვთქვათ. და მოკლედ ასე და ასე მოგწონს ახალაია თუ არა, მოგწეს მისი შვილი ნადარეიშვილი თუ არა, ამისგან დამოუგიდეთ. ხო და ამბავის ეს არის, ჩემო კარგებო და ამბავის ის არის, რომ მთელი აქცენტი უკვე დაუმთავრებელია 15 რიცხვი დადგა და დაუმთავრებლად გადადის პატაბურჭულაძის შეცდომებზე და ხომ არ სჯობს რომ გავჩერდეთ.
ხომ არ ჯობს რომ გავის სიგრძე განოთ რომ პაატა ბურჭულაძემ შეცდომა დაუშვა თუ არ დაუშვა ჩემი აზრით ჯობს და დაუშვა მე მოყვებით მაგ ლოგიკაში და მისმა ჯგუფმა დაუშვა თუ არ დაუშვა ეს იყო ერთი ომის ერთი ფრონტი ერთი ბრძოლა რომელშიც დავმარცხდით მაგრამ განა ყოველთვის გაგვიმარჯვია ან კრიტიკოსები რომ ახმამაღლდნენ ეხლა და მხოლოდ პაატა ბურჭულაძეზე რო ლაპარაკობენ და ამ ჯგუფზე და სხვაზე არაფერზე და არავისზე რო არ ლაპარაკობენ მათ შორის არც თვით კრიტიკით არ არიან დაკავებულნი ეს თვით კრიტიკოსები თვით ეს პაატა ბურჭულაძის კრიტიკოსები ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდით მეთქი ამის თქმები და გავიგეთ 11 დღის განმავლობაში გავიგეთ რომ პაატა არის დამნაშავეთა შორის დამნაშავე მაგრამ ამ 11 დღის განმავლობაში კი 11 საათში რეპლიკების დონეზე უნდა დაგვემთავრებინა და ახალ აღმარცხს უნდა შევყოლოდით წესით და რიგით მაგრამ სამწუხაროდ კიდევ 11 დღე კიდევ 22 დღე 33 ან 44 ან 55 დღე გაგრძელდება ეს გაუთავებელი კამპანია პაატა ბურჭულაძის 70 წლის 71 წლის კაცის მიმართ წინააღმდეგ რომ აი შენ დაგღუპეო და ესენი რომ აპირებენ პარტიების გაუქმებას პაატა ბურჭულაძის ბრალი სულაც არ არის და არანაირი მარცხი ჩვენ არ გაგვიცდია საბოლოო ჯამში 4 ოქტომბერს კი ახდიახ ბრძოლაში დაუმარცხდით მაგრამ ომში როგორც ასეთში ჯერაცე ვიმყოფებით და არ დაუმარცხებულ ვარ და მუდმივი აპელირება და პედალირება თემაზე რომ 4-ის ბრძოლაში დაუმარცხდით ეს დიდ ომს კი არ მოგვაგებინებს არამედ უფრო წაგვაგებინებს ანუ მინუსში გვამყოფებს ეს უნდა აღვხსნათ პარტიების გაუქმებას 4 ოქტომბერი იქნებოდა წარუმატებელი თუ წარმატებული საერთოდ იქნებოდა თუ არ იქნებოდა პაატა დაუშვებდა შეცდომას თუ არ დაუშვებდა ათონელზე წავიდოდნენ თუ არა თუ არ წავიდოდნენ ცდარი იყო გავიმეორებ ათონელისკენ შტურმი თუ ათონელზე შეტევა რეზიდენციისაკენ ხო წასვლა ხო ესენი პარტიების გაუქმებას ისედაც აპირებდნენ პრინციპში თუ გავიხსენებთ რა ქვია იმას თეაწულუკიანმა ეს დაგვიანონსა მიმდინარე წლის iyulis-აგვისტოში და იმ კომისია რომელიც შეიქმნა მაშინ იმ კომისიის ერთ-ერთი ქვემიზანი სულ მინიმუმ შეიძლება მიზანიც კი იყო პირველი რასაკვირველია ომის დაბრალება საქართველოსთვის რასაკვირველია სააკაშვილის რეჟიმისთვის ფორმალისტურად რასაც დაუსვათ უნდა ტოლობის ნიშანი საქართველოსთან რამდენადაც ის იყო საქართველოს პრეზენტატორი და მეორე რამდენადაც ომი დაიწყო ბჭყალებში მაგრამ თეაწულუკიანის წეული ვერსიით და კომისიის მუშაობის შედეგად ესეთ დასკვნა დაიწერა რომ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა მათი ვერსიით კვლავ ვიმეორებ შესაბამისად ომის დამნაშავედ უნდა გამოცხადებულიყო პარტია რომელსაც ქვია ნაციონალური მოძრაობა და ყველა აფელირებული ქართული ოცნების ავადმყოფი ტვინის მიხედვით პარტია რომელიც იყო და არის ნაციონალურ მოძრაობასთან ყველა უნდა გაუქმებულიყო ისედაც ამიტომ 4 ოქტომბერმა კი არ განაპირობა ეს შესაძლოა ისიც ძალიან ფრთხილად უნდა თქვა ეს სიტყვა დააჩქარა მაგრამ ესენი თუ აპირებენ პარტიების გაუქმებას ნოემბერში უთუოდ და აჩქარეს პროცესი ეს 4 ოქტომბერი რომ არ ყოფილიყო დეკემბერში მაინც იზამდნენ ამას იმიტომ რომ მათ უნდათ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ისი მადასტურებელიც არის აქვე გეტყვით ის რომ აი დროებაში იყო თუ არ ვწდები მათე კირვალიძის რეპორტაჟის სიუჟეტი სადაც გვარი არ მახსოვს ერთი ქართველი რუსი რომელიც მოსკოვში ცხოვრობს ბჭყალებში მოღვაწეობს გამოდის და ამბობს შემდეგ რამეს გვარი არ მახსოვს არა აქვს მნიშვნელობა რომ მოვიზიო 99 დეპუტატი რომ ყავთ ქართულ ოცნებასო რომ ხავსო მათი რაოდენობაც და არადამაკმაყოფილებელია რომ არას 15 დეპუტატი უნდა ყავდეს 113 115 120 და ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია მათგან გამოჩნდნენ ზოგიერთებიო რომლებიცო გვარებს არასახელებენ რომლებიც რუსეთთან საქართველოს ასე მჭიდრო დაახლებას მამენტ არ უჭერენ მხარსო ამიტომ ახალი არჩევნები მაინც ალბათ უნდა ჩატარდესო საქართველოში რომ 120 დეპუტატი 115 დეპუტატი მიიღოს ქართულმა რუსულმა ოცნებამ ანუ სინდიკატმა ანუ ბიზნე ივანიშვილმა რომ ურთიერთობას რუსეთსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო იყოს დაალაგდეს და ხელახლა დაიწყოს და ანუ მიეწენოს საქართველოს საბოლოოდ ჩაუგორდეს რუსეთს ლოგინშიო და ამას რომ ვამბობ რუსეთს ჩაუგორდეს ლოგინში მე კი აქ ვინმეს განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაზე კი არ ვლაპარაკობ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა უამისობაც არ იქნება მაგრამ მაინც არამედ ვლაპარაკობ იმაზე რომ საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო მმართველობა
თანახმა დაკავდეს ყველა აღვირახსნილობით რუსეთთან აღვირახსნილის ექსით მერქი ასე ვიტყვი არ მომერიდება რუსეთთან როგორც მტერთან რუსეთთან როგორც მოძალადესთან რუსეთთან როგორც ქვეყანასთან რომელიც აუქმებდა და აუქმებს და მომავალში ეცდება რომ გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო რამდენადაც ასეთია არსით ამიტომ ახლა შეტენვა პაატა ბურჭულაძისათვის რომ პაატა იცი და შენ ვარ გამოსულიყავი და რო არ დაგგვპირებოდი რომ 4-ში დაამთავრებდი გააკრიტიკეთ რამდენიც გინდ 11 საათი 22 საათი 33 44 55 მაგრამ რა ვერ დავამთავრეთ ამ პაატა ბურჭულაძეზე ხელების შეწმენა თითქოს ჩვენ ვიყოთ უცოდველი კრავები საკუთარ თავსაც მივმართავ თითქოს ჩვენ ისე გავიარეთ ეს პოლიტიკური პროცესი მრავალწლიანი 12 წლიანი 13 წლიანი რომ აი ერთის შეცდომაც კი არ დაგვიშვია ვიზიტელი თურმე აკაო და თურმე ჩვენ ისე კარგად მიგვყავს რომ აი უკვე დამთავრებული გვაქვს თუ გვაქვს ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ დიდი რამბები უნდა გვიწყდას ახლა ვითხოვთ პირველ პირში ვლაპარაკობთ თუმცა რასაკვირველია გულისხმობ პირებს რომლებსაც უკვე ძალიან ესე ვიტყვი ჩემი აზრით ზედმეტი ანუ გადააჭარბეს ამ გაუთავებელ კრიტიკაში პაატა ბურჭულაძისა და მისი გუნდისა გავიგეთ ბატონებო ქალბატონებო გავიგეთ რომ თქვენ ხართ მაგრები თუმცა რა და იმაგრები ხართ კარგად არ მესმის და პაატა ბურჭულაძე არის ხელშესაწმენდი პირი და კიდე ის გუნდი რომლებსაც სიალალეს მაინც ვერ წაართმევდა ერთი ბევრი საგან განსხვავების სხვა შორის და ერთი ამბავი კიდე ჩვენ უნდა კარგად გავისიგრძეგანოთ რაც თქვი და ახლაც გავიმეორებ ბრძოლებში ჩვენ შეიძლება მომავალშიც დავმარცხდეთ შეიძლება ჩვენ ბრძოლებში დავმარცხდეთ მომავალ ბრძოლებში ჩვენივე მიზეზით ანუ დავუშვათ შეცდომები განა არა შეიძლება ამ შეცდომების დაშვების შედეგად გავრიყოთ ადამიანები მაგალითად ხსენებული პაატა ბურჭულაძე გახარიას ხო ვრიყავთ სწორსაც შვებით მე თუ მკითხავ მაგრამ გახარიაზეს კი არ მიდის ესეთი შეტევები როგორც პაატა ბურჭულაძეზე მიდის კარგი გავრიყეთ პაატა ბურჭულაძეს უთხაით რომ დაბრუნდი რა ამ ოპერაში და იმღერე რა ხვინო კახურო ხო რა შენი საქმეა პოლიტიკა ერთი ბანი იყავი და ბანათ უნდა დარჩე კაცო აბარა გავიგე როცა გამოვა მას შემდეგ და პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ მას საქმე მაგრამ ეს პოლიტიკოსები ჩვენში დარჩეს და სად არიან რომელი მათგანი წყინავს აი ესე რომელი მათგანი ახერხებს რამდენი კაცი იყო 67480 67480 კი არა 31840 კაცის გამოყვანას ესე აი ერთ პიროვნულად როგორც პაატამ მოახერხა მოდი ასე ვიტყვი მაინც ერთ პიროვნულად მეთქი როგორც ავტორიტეტმა მოახერხა ამიტომ გოროდულაძეს კი არ ეხება ახლა ეს ვიდეო და არც მის ნაჩალნიკებს და არც უშუალოდ ბიზინა ივანიშვილს მაგრამ ესენი პარტიების გაუქმებას ისედაც აპირებდნენ და ამას შეეგუეთ ეს აღიარეთ და ფრონტის ვაღიაროთ და ეს ამ ახალი რეალობიდან გადამომდინარე გადავეწყოთ თუ დავიწყოთ შეიმუშაოთ ახალი სტრატეგია მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი ხო უყვართ ხოლმე ციტირება ცალკეული კლასიკოსებისა და მეც აგე გაგეჯიბრებით ყველას ბევრს ცხადია ყველას არა მეც აგე ილიას დავესესხები ახლა მოვიკლათ წარსულ დროებზე მოვიკლათ პაატაზე ახლა დარდი ან პაატას დამუნათება დავასრულოთ და ახალი სიტყვა ვთქვათ ახალი შემართებით შევუტიოთ სხვათა შორის მე ანი წითლიძე მყავდა ეთერში მე არა ვარ თავგადაკლული ფანი ნაციონალური მოძრაობის ან თავგადაკლული ფანი კი არა საერთოდ არა ვარ ნაციონალური მოძრაობის ფანი ამასაც გეტყვით გულახდილად გეტყვით თუმცა ნაციონალური მოძრაობა კი არა უკანასკნელი პარტიაც კი მართალია ქართულ ოცნებასთან მაგრამ ოკეი ვიდრე 4 ოქტომბრამდე მე მყავდა ანი და მე ანის უთხარი ამგვარი რამე როდესაც რევოლუცია არ შედგება მეთქი თუ არ შედგება მეთქი მოდი აი ეს დაშვება გავაკეთოთ მეთქი აი მე უკვე როგორღა უნდა სიტყვა ჩამხედოთ თვალებში არ მიხმარია მაგრამ აი საერთოდ რა უფლება გექნებათ მეთქი რომ აღარ დაგიძახოთ ის გამახსენდა აღარ დაგიძახებთ ეთერში და თუ დაგიძახებთ გეჩხუბებით მეთქი და ანი შემომიტია იმიტომ კი ვარ ჩემთან მართალია არა სულაც არ იყო მართალი იმ მომენტში ესე მომეჩვენა გულახდილად გეტყვით და ესეც მე ახლაც ესე მეჩვენება რომ რას მიტევ რომ მიტევ მაგრამ ანი მითხრა ერთი ჯადოს სიტყვა რომ კაი დავმარცხით და ბრძოლაა ირაკლიო რა რას თიშნავ მრიყავო ბრძოლაში ვართო ხო
ძალიან და მართალი ამ რაკურსით თუ შეხედავ ხო ამ პროცესებს მართალი იყო იმ მომენტში იმ მომენტში არ მომეჩვენებია რომ მართალი იყო მაგრამ ახლა რომ ვაცნობიერებ მართალი იყო და ესეც უნდა იყოს ხო ხა ესე მას არ ნიშნავს რომ მე ხვალ გავექანები და ანის პარტიაში ჩავეწერები არა მაგრამ იმას კი ნიშნავს რომ ჩვენ ასაკარგი ადამიანები არ აკვავს და ჩვენ მათ შორის პირებს რომლებიც პოლკოვნიკ ლაშაბერიძეს ასე მაგალითად სამხედროებმა იციან ჩემზე უკეთ მის თაობაზე და მე ჩემი მეგობარია ხო ესე როგორც წირავთ ხალხს სოდნესა მის რომ შეცდომა დაუშვა აქვე კიდევ ერთხელ ანუ არ გეუნებით რომ არ დაუშვა მაგრამ სოდნესა და გულალალ კაცი და მურთაზოდელოს რომ ცარტ არ ვიცნობ გულახდილად კითხე არც ირაკ ნადირაძეს ვიცნობ და პაატას ვიცნობ ამ 5-ეულიდან თუ 6-ეულიდან და ლაშას და სხვას არც არ არის მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ და პაატაც და ლაშაც და სხვებიც უნდა იყვნენ თანაზიარნი ამ გამარჯვებისა და მათ შორის პაატას და ლაშას დღევანდელი კრიტიკოსებიც უნდა იყვნენ თანაზიარნი ამ გამარჯვებისა და ახლა თუ ჩვენ ერთმანეთს საკონტროლო ტყვიები დავახალეთ არ გამოვართ ოღონდ და ვამუხრუჭოთ დავასრულოთ და ხვალინდელი დღის უკეთ დაორგანიზებას შევალიოთ ჩვენი ძვირფასი წუთები და არა ჩაძირვას ადამიანებისა, რომლებიც ამ ჩაძირვას ჩვენში დარჩეს და საბოლოო ჯამში შეცდომების მიუხედავად არც იმსახურებენ. ნახვამდის.